ქუთაისიდან შემოგვერთდება თორნიკე ხურციძეც, ვინაიდან მედიის ყურადღების ცენტრში ირაკლი ღარიბაშვილის რჩეული მინისტრობის კანდიდატებიც მოექცნენ. რა იგეგმება თავდაცვისა და გარემოს დაცვის უწყებებში და როდის შეუდგებიან მუშაობას დეპუტატი მინისტრები, თორნიკე, გისმენთ. მართალია პარლამენტს ნდობა არ გამოუცხადებია, თუმცა თინა ხიდაშელმა მინისტრის ამპლუაში პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატისთვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში ის გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შეხვედრა სამინისტროში განსახორციელებელ გეგმებს ეხებოდა, კაპანაძის განმარტებით კი მან ახალი მინისტრისგან პირველი მითითება უკვე მიიღო. იყო ერთგვარად ჩემთვის გაცნობითი შეხვედრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ხდება თავდაცვაში, გენშტაბის თვალსაზრისით და სამხედრო თვალსაზრისით, რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს და ეს სწორია და ნორმალურია. ეხლა ბატონი ვახტანგი მიემგზავრება და უკვე მისი ჩამოსვლის შემდეგ დავგეგმეთ, პატარა გრაფიკი გავაკეთეთ, უკვე სამხედრო ნაწილთან შეხვედრების პირველი საუბრების და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც ამ სამინისტროს აქვს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ შემთხვევაში აქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება მათ შორის თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით ევროკავშირში. ვინაიდან უახლოეს დღეებში ვტოვებ საქართველოს, მივდივარ სამხედრო შეხვედრაზე თურქეთში. სანამ წავიდოდი, რა თქმა უნდა, შევხვდი კაბატონ თინას, ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, არსებულ ვითარებაზე. რაღაც გარკვეული მონახაზები ჩამოვაყალიბეთ, მივიღეთ გარკვეული მითითებები და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ შემდგომში. საკუთარ უწყებაში განსახორციელებელი გეგმების შესახებ ისაუბრა გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გიგლა აგულაშვილმაც. აგულაშვილის განცხადებით ის არ აპირებს იმ სტრატეგიიდან გადახვევას, რომელიც სამინისტროს გააჩნია, ასევე ის არ გეგმავს ძირეულ საკადრო გადაადგილებებს უწყებაში. გიგლა აგულაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა აჭარაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მშენებლობები გარემოს დაცვითი პრინციპებით უნდა ხდებოდეს. მე გეგმავ სამინისტროში, რომ გავაგრძელო ის სტრატეგიული გეგმა, რომელიც არსებობს და ვითანამშრომლო სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პრინციპული მნიშვნელობის იქნება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების, ევროპული პრინციპების, გარემოს დაცვის პრინციპების სწრაფი იმპლემენტაცია, რა თქმა უნდა. მინდა დავაშვიდო შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები, მთელი სამინისტროს სრული შემადგენლობა, რომ არანაირი ტალღა საკადრო გადაადგილებების მე არ მაქვს განზრახული. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოში გიგლა აგულაშვილს თემურ ნერგაძე ჩაანაცვლებს, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო სიაში აგულაშვილის შემდეგი ნომერი იყო. თინათინ ხიდაშელის შემცვლელი კი საგარეჯოში შუალედური არჩევნების შემდეგ გამოვლინდება.